ლაზერი თვალს წვავს. თუ ლაზერული კორექციის პროცედურამდე მხოლოდ შიში გაჩერებს, მაშინ ეს ვიდეო ბოლომდე უნდა ნახო. ბატონო გიორგი, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა: ლაზერული კორექცია მტკივნეულია? ლაზერული კორექციის შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ გაუთქივარებისთვის თვალის წვეთებს, რომელიც სრულიად უმტკივნეულია, ისევე როგორც პროცედურა. ლაზერი თვალს წვავს. ლაზერი თვალს წვავს, ეს მითია. გასაკვირველი არ წვავს თვალს. პირიქით, ლაზერი გვეხმარება რეფრაქციული მანკების, მინუსის, პლუსის ან ასტიგმატიზმის კორეგირებაში, ანუ გამოსწორებაში. შედეგი დროებითია? შედეგი დროებითი არ არის, შედეგი ხანგრძლივი და სტაბილურია. ოპერაციის დროს რამეს ვხედავთ? ოპერაციის დროს პაციენტი ხედავს აპარატის განათებას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ თვალის საფიქსაციოდ. რამდენი ხანში ხდება მხედველობის გაუმჯობესება პროცედურის შემდეგ? პროცედურის შემდეგ, როგორც წესი, პაციენტები პოსტოპერაციულად უკვე მეორე დღეს აღნიშნავენ მხედველობის მკვეთრ გაუმჯობესებას. არსებობს რისკი, რომ ოპერაციას გართულებები მოყვება? გართულების რისკი მინიმალურია, ვინაიდან ოპერაციამდე პაციენტები ულტრათანამედროვე აპარატურის საშუალებით იტარებენ კვლევებს. ამ კვლევებს ატარებს ოფთალმთა გუნდი და ამის შედეგად გინდება პაციენტი არის თუ არა ლაზერული კორექციის კანდიდატი. შიში არასწორი ინფორმაციას ეფუძნება, გადაწყვეტილება კი ექიმის კონსულტაციასა და კვლევებს.